მე-13 ლეგიონის სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებითი ასპარეზა. სპორტსმენი M1 სელექშენ ვერსიით 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინგუშ მოწინააღმდეგეს იბრაგიმ საგოვს შეხვდა. ახალციხელმა სპორტსმენმა მტკივნეული ილეთით ბრძოლა 1 წუთში მოიგო. ამირან გოგოლაძეს მეგობრები და მე-13 ლეგიონის მებრძოლები ახალციხის ავტოსადგურში დროშებით დახვდნენ და ინგუშეთში მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს. ჩემპიონატი რუსეთის ფედერაციაში 22 ივლისს გაიმართა. ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში საქართველოს სახელით იასპარეზა. ძალიან კარგად წარიმართა ბრძოლა, ადვილად მოვიგე. და რავი, დავრუნდი საქართველოში გამარჯვებული, გახარებული და პირველ რიგში იმან გამახარა ყველაზე მეტად რო აგე ჩემი ძმები, ჩემი ბიჭები დამხვდნენ. ახალციხეში ისეთი ბიჭები გაიზრდებიან, რომელიც ჩემნაირად ბევრი შეძლებს სხვა ქვეყნებში ქართული დროშა ააფრიალონ რა და ახალციხის და საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გაიტანონ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ახალციხელის სპორტსმენი მსგავს ტურნირზე გამოდის და ესეთ შედეგს აღწევს. ესეთი ტურნირზე ახალციხელის სპორტსმენს არასდროს მონაწილეობა არ მიუღია. ეხლა ჩვენთან არის კიდევ ერთი ჩვენი მე-13 ლეგიონის აღზრდილი სპორტსმენი ჩამოსული სტუმრად ნიკა გელაშვილი, რომელიც რუსეთში გამოდის, მოსკოვის ჩემპიონია უკვე ორგზის. მე დიდ მადლობას ვუხდი გიორგი კაბულაშვილს, ჩვენს მეგობარს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდშია და გვეხმარება, რომ მსგავს შეჯიბრებში, ტურნირებში ყველგან მონაწილეობა მივიღოთ.